როგორც იქნა საზღვრის აქეთა მხარეს გამოდმოვედით, ოღონდ პანამა სიტის აქეთა მხარეს, საიდანაც უკვე მივფრინავთ, სტარბაქსში ავიღებ კოფეინო ყავას და მე და გუგა მზად ვართ წასასვლელად. სულ გვაქვს საათი და 15 წუთი ფრენა, იქ ჩავალ საღამოს 7 საათზე დაგვხვდება სასტუმროს მანქანა. მოკლედ, კეთილი მგზავრობა ჩვენ. შეიძლება არ გაინტერესებთ, მაგრამ მოდით მე მაინც დაგათვალიერებინებთ, როგორ გამოიყურება პანამა სიტის და ზოგადად პანამას მთავარი აეროპორტი, ტოკუმენის საერთაშორისო აეროპორტი. ტერმინალ 1-ში ვართ. მივფრინავთ კოპას ავიახაზები, კოლუმბია პანამას ერთიანი პროექტია. დაიწვი. აი მატრაკოცარო. მოკლედ ესეთია საყვარელი პანამასავით საყვარელია არაფერი განსაკუთრებული ამ აეროპორტში არ არის ჩვეულებრივი პატარა ზომის აეროპორტი რო არ გადამეღო არ შემეძლო არის ბული ამერიკული ნახეთ რა საყვარელია ნახეთ საყვარელია ჩვენ კოლუმბიაში უკვე ნამყოფები ვართ, მაგრამ სხვა ქალაქებში და იმხელა არის, რომ მართლა განსხვავებაა როგორც კლიმატით, ასევე ხალხის მიხედვითაც. აი, მე ძალიან მინდოდა, რომ აეროპორტიდან პირველი შევეცილება რა არის. ვაი, ნუ რაღაცა დღესასწაულის ქალაქში ჩამოსვლის. ხალხი ისეთი ბედნიერი. ანუ ზუსტად ვიცით თან, რომ უკან არავინ არ მოყვებოდა და როგორც კი შემოვედით, აი ყველა ერთხმად მოგვესალმა და ძალიან ბევრი ხალხი გასდა. არა, მნიშვნელობა სხვას ხვდებიან, თუ თავის ნაცავს ხვდებიან სავარაუდოდ, მაგრამ ნუ ყველას ვისაც ატყობენ რომ ტურისტია და ხო თეთრკანიანი და ვერთი შეხედვით პირველად არის ამათ ქალაქში აი ისე ომახიანად მოგვესალმენ რომ მოკლედ და მე კომენტარს გავაკეთებ ტემპერატურაზე სანამ ჩვენი ტაქსი მოვა რომ აი ძალიან კარგი ტემპერატურაა ნამდვილად გაზაფხულია ხო ეხლა ვიგზე არ მიქცევი ესე და აეროპორტიდან კიდევ უფრო ვიგზნოთ ეხლა აქ ბევრი მანქანაა ნუ ეხლა პარკინგზე ვარ ჩათვალე შეხვედრა მაგარი იყო და ვნახოთ დანარჩენი როგორ გაგრძელდება ხო ხო აი ავიდეთ ჯერ მიწის ქვეშ ვართ რაღაც ისე პარკინგზე ვართ და რომ ავალთ უფრო კარგით აბა ვნახოთ ჩამოვედით სასტუმროში და ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე ჩემ ცხოვრებაში როცა სურათებზე უკეთესი არის ხოლმე რეალურად ადგილი და ძალიან მომწონს ინდუსტრიული სტილია, მაგრამ კოლუმბიის ავთენტურობა არ არის დაკარგული. აქ ჩემი საყვარელი მეუღლეა. აი ესეთი საუზმის ლამაზი ადგილი გვაქვს. მოკლედ ძალიან კარგი რომ ჩამოვედით მხარი. დღეს ვაპირებდით რომ მთელი დღე გაგვეტარებინა გარეთ და გვქონოდა თავისუფალი გრაფიკი იმის გათვალისწინებით, რომ პანამა სიტიდან მოფრინავდით 8-ზე და 10-ისთვის უკვე სასტუმროში ვიქნებოდით, მაგრამ დისკრიმინაციის მსხვერპლი ვიყავით ამ აეროპორტში, ვინგო საიდანაც დაფრინავს და უბრალოდ ძალიან გვინდოდა წამოსვლა და თან კონკრეტული საქმე გვაქვს აქ და ვერ გადავიტანდით ხვალ აუცილებლად აქ უნდა ყოფილიყავით დილის 11 საათზე ორივე და მოკლედ იძულებულები გავხდით რომ რაც კი მოგხვდა ესე ვთქვათ ხელში ის ბილეთი გვეყიდა და წამოსულიყავით მოვედით სასტუმროში ლენდმარკი ქვია ამ სასტუმროს ძალიან საყვარელი სასტუმროა. გარეთ ვეღარ გავვალთ, იმიტომ რომ უკვე 11 დაიწყო და დაღლილები ვართ ორივე ძალიან თან დიდად არ გვშია და დღეს ესეთი ვიდეო გქონდეს რაღაცნაირი, არ ვიცი. შინაურული. გამარჯობა. მეორე დღე არის, რაც მედელინში ვარ და
დღეს დაგეგმილი გვაქვს ქალაქის დათვალიერება, ოღონდ ყველანაირი ტურების გარეშე ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნება და შოპინგი. ამიტომ შოპინგისთვის წავალთ მოლშიც ალბათ, მაგრამ ადგილობრივი მაღაზიები გურჩიეს და უფრო ეგ გვაინტერესებს და ახლა მივდივართ საუზმის ადგილას ჩვენი სასტუმროდან 2 წუთში ჰასიენდა ქვია და ნახოთ აბა. მოკლედ იყავით ჩვენთან ერთად. ნახეთ. აი ესეთ საყვარელ ქუჩაზე ვცხოვრობთ. ბაიკების ქალაქი, ამდენი ბაიკი მე არც ერთ ქალაქში არ მინახავს. ჩვენ ვცხოვრობთ ლას-ობლადოს უბანში, რომელიც არის ტურისტული და თან საცხოვრებელი ცენტრიც. ყველაზე კარგი სასტუმროები, კაფეები აქ არის, თუმცა ღამე სხვა ტიპის სიტუაციაა. დღე, რა თქმა უნდა, სიმშვიდე არის. მოვედით ჰასიენდაში, სადაც გვირჩიეს, რომ გვესაუზმა. რაღაც კაი ადგილი ჩანს, ხო? მე მოვიფიქრე ჯამში. ავოკადოს ტოსტი კვერცხთან ერთად. თან ყავას, რომელიც არის კოლუმბიური, რა თქმა უნდა და აი ეს სპეციალურად საჭდება. ნელ-ნელა უნდა ჩავიდეს ქვემოთ მოკლედ. ნახავთ, კოლუმბიაში საერთოდ ყველგან გემრიელი ყავა, სადაც არ უნდა შევიდეთ. შეიძლება რომ ეს დავამატო 1-2 სიტყვა ყავასთან დაკავშირებით. კი, შემამფიცეთ. ვისაც გიყვართ კაპუჩინო, განამური ყავით ვაფშე არ კეთდება კაპუჩინო, მიუღებელია რომ შენ რძე გაურიო იმაში და კოლუმბიურ ყავას პირიქით ძალიან უხდება. თუ ვისაც კაპუჩინო გიყვართ და ძით გიყვართ ყავა, გემრიელესი გამოდის მოკლედ. და როგორი ტემპერატურა აქვს, ხო თქვი კიდე ერთხელ. ოცნება ტემპერატურა. იდეალური კლიმატია, გამწვანება, 20 გრადუსი როა სულ თანზე რო ან ორგანიზმმა ამოისუნთქა ისე. ხო. რამდენიმე კილო დავიდე. აი სევში შემწარი გრაციას. იდეალურია ყველაფერი. ასები იდეალურია, მაგრამ კრიმინალია. ჯერჯერობით არაფერი კრიმინალია. არა, ხო რომ რასაც გვიყვებიან, თორე ჩვენ ესე არის. რანაირი სევიშია, ხორის ხორცი? ხორის ხორცია. ოღონდ რაღაც ნება ისე გემრიელთა. აი ესია მეგობრებო. მოდიან ქალები თქვენ ცხოვრებაში ერთმანეთს საჭმელს გაწირებენ, გაწამებენ. თვითონ არიან ესე ბედნიერები. ძალიან გემრიელად ვისაუზმეთ, საუზმისთვის ცოტა ბევრი მოგვივიდა, მაგრამ კოლუმბიური საუზმეა, რას ვიზამთ, აქ ასე საუზმობენ და ეხლა მივდივართ ფეხით ადგილობრივი დიზაინერების და ბუტიკური მაღაზიების ქუჩაზე. აი ეს ახლა რაღაცა ეს ალბათ ღამე შარდენის სიტუაცია იქნება. შარდენი, მოშარდენო რა ახლა. არა, უფრო კარგი სიტუაცია. უფრო კარგი? რა ლამაზი სასტუმროა. ნახეთ რა ლამაზია. რა ლამაზი მანქანა არის, არა ულამაზესი.
სახლში, რომელსაც ქვია მაკენო. ისეთი მაღაზია. კოლუმბიური კონცეპტ სტორი თუ რა. ChatGPT ძალიან მაგარი ლოკალური ბრენდების კონცეპტ სტორი გვირჩია მედელინში. მაკენო ქვია და აერთიანებს ყველა პატარა და საინტერესო ბრენდს, როგორც ქალებისთვის და კაცებისთვის და ძალიან კარგი სივრცეა. ქვემოთ ფაბრიკა აქვს, თავისი ბრენდიც აქვს, პირადი სადაც სათვალეებს და ჩანთებს აწარმოებენ და მოკლედ მე და გუგა აქ შევიძენთ რაღაცაებს, სასაჩუქრეთაც მშვენიერი აქსესუარებია და ზოგადად კოლუმბიური სტილის, გემოვნების შესაგზნობათაც ძალიან კარგი სივრცეა. ეს არის ალბათ ის, ესე ვთქვათ, ნიმუშები, რითიც ინსპირაცია აქვთ ხოლმე დიზაინერებს. ერთი შეხედვით არის ყველაფერი ჰაეროვანი, მსუბუქი და სახალისო, ასე ვიტყოდი და მოკლედ ვნახოთ ერთად რას ავარჩევთ. მოვედით მაღაზიაში, რომელსაც ქვია True. რაც შეიძლება ნიშნავდეს ნამდვილად კარგ ხარისხს, ნამდვილად კოლუმბიურ, ნამდვილად კარგ ხარისხს, არ ვიცი, ვნახოთ, ნამდვილად კარგ არჩევანს. შეიძლება დიდად არ გაინტერესებდეთ ახლა მედელინში როგორი აფთიაქებია, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი აფთიაქში შემოვედით, წყალი გვინდა და ტატუს კრემი და აი ნუ უკან დაინახოთ, რომ არის უსუფთავესი, ძალიან მოწესრიგებული. აქ უკვე self check-inიც აი ძალიან კარგია. მომსახურება. სხვათა შორის კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ მაღაზიებში და აფთიაქში ბევრად მეტი ადამიანი ლაპარაკობს ინგლისურად და თან გამართულად, არა? ხო. და გოგონა რა პანამისნაირი სიტუაცია იქნებოდა, მაგრამ არ აღმოჩნდა და ეს კიდევ ერთი ფაქტორია, რატომაც შეიძლება ჯობდეს აქ ცხოვრება. გუგას ველოდები, რომ გაიზომოს რაღაც კაცების მაღაზია შეგვთა გზაში არდაქვია და მე მივდივართ ერთ-ერთ მისავაქაურ მაღაზიაში Undergold-ი ქვია. Online თუ აქვთ გამოწერა, გირჩევთ რომ დაათვალიეროთ, მართლა ძალიან საინტერესოა, ხარისხიანი და კარგი ფასებია და ასევე ძალიან მოგვეწონა მაღაზია True განსაკუთრებით. მე მაქედან უკვე წავალთ სასტუმროში დაგათვალიერებინებთ სწრაფად რა ვიყიდეთ, იმიტომ რომ მეც არ მინახავს რა იყიდა გუგამ და არც იმას არ ვნახავს მე რა ვიყიდე. დავისვენებთ, გამოვიწვრით და მე წავალთ უკვე რესტორანში და მოკლედ იყავით კიდე რამდენიმე წუთი ჩვენთან ერთად მედელინში. აი ესეც საყვარელი უბანია აქ ძალიან. კაფეები, ბარები. სიტუაციები სადაც ვიყურებ. რა გეგონა, ცალი რომ მოვყავი. ყველაფერი უნდა ვიცოდე, სხვათა შორის ძალიან განსხვავებული კულტურაა ამ შოპინგის, იმიტომ რომ როგორც წესი ჩვენ შეჩვეულებიათ, რომ საქართველოში სულ ყველგან არის ხოლმე, რომ მაღაზიები არის ცენტრალური ქვიშების, ესე ვთქვათ, პირველ სართულზე და პირდაპირ არის შესასვლელი და არ ვიცი რატომ, მაგრამ ან უნდა ახვიდე ზემოთ, მესამე სართულზე ან რაღაც განსაკუთრებული შესასვლელი, უბრალოდ ნიშანია გარედან, შეიძლება ნიშანიც არ ქონდეს. ეს ეთყობა იმის დამსახურებაა, რომ ეს ბრენდები ძირითადად არის ახალი, განვითარდა სოციალური მედიით და დიდად არ აქვს მნიშვნელობა მათთვის ლოკაციას და ესე შემთხვევით ზედა სართულზე Undergold-ში მივდიოდით და ძალიან საყვარელი სამკერვალო მაღაზია ვნახე და მოკლედ ახლა მინდა რომ დავთვალიერო აქ რაღაცა. ბოლო ერთი წადია, რაც ქვედა ბოლოებს თითქმის არ ვყიდულობ ხოლმე, ან თუ ვყიდულობ, ერთი-ორი ვიყიდე გახთომის პერსპექტივით, რომ დავუბრუნდები ჩემს ძველ წონას, მაგრამ ეხლა ცოტა დავიღალე ამ
მომავალში გადადებული პერსპექტივებით და მე მგონი ჯობს ვიყიდა ჩავიწრავების პერსპექტივით. თუ გახსოვთ, ჩავიწრავ, იმიტომ რომ რაღაც გული წლება ხოლმე. და ჯობს გული არ დამწყდეს ჩემი აზრით. მოვედით Undergold-ში. შეხედეთ, როგორი საყვარელი მაღაზია, ესეც მეორე სართულზე არის. და აქეთ არის კაცები, აქეთ ხალები, მაგრამ ჩემი გემოვნება unisex-ია, ამათი სტილის unisex-ია, ამიტომ შეგვიძლია რომ ორივე სივრცე დავეთვალიეროთ. შევი არა წერია. ვიცი, ნახოთ აბა რა მოგვეწონა. ასავი რა პონჩი არა წერია. არა, 300 ხუთი რომელიც მომეწონა. დოლარი? ეს. მაშინ ნორმალური ფასებია. მე ეს მოეწონა. კიდე საერთო ვიყიდოთ? ეგეც ძალიან კაია. კაი, დაიმახსოვრეთ ერთი ეს ყავისფერი ზედამიწა. შავი აღარ მინდა, არ ვიცი რაც აქ ცხოვრობთ. აღარ მიყვარს შავი. სამთარი არ არის, რაღაც შავი აღარ მიყვარს. მოულოდნელად კაი მაღაზია. და საყვარელი ხალხია რა. ძალიან საყვარელი ხალხია. ეს შორტები მომწონს. ძალიან მომწონს. არ ვიცი, სად უნდა ჩავიცვა, მაგრამ მომწონს. და ესეც მომწონს. და ესე დამომწონს კიდე. დავბრუნდით სასტუმროში და გავაკეთოთ პატარა unboxing-ი. მარტო ჩემი ნივთების unboxing-ს გავაკეთებ, იმიტომ რომ გუგასი ჯერ არ ამოგვილაგებია. ეს არის Undergold-ის წინდები, არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ დამოვიწყდა ბევრი წამოღება და ვიყიდე. Undergold-ი არის კოლუმბიური ბრენდი, რომელიც არის უფრო ქუჩის კომფორტული ტანსაცმელი, საკმაოდ ხელმისაწვდომია და ხარისხი ნამდვილად ძალიან მაღალია. აქ იკერება ყველაფერი და აი ნახეთ პატარა დეტალებზეც კი ძალიან ნაზრუნია. ეს არის ბოქსერის შორტები. მაგ მაღაზიაში ვიყიდე ჩემთვის პირველი კაკაოსფერი, მუქი ყავისფერიზე და აქამდე ეს ფერი არ იყო ჩემ გარდერობში, იმიტომ რომ დედაჩემს არ უყვარს, მაგრამ აღმოჩნდა რომ მიხდება. მაკოლობაძესთან გავიარე კონსულტაცია ფერების ანალიტიკის შესახებ და მოკლედ გადავწყვიტე რომ ნელ-ნელა ის ფერები დავამატო, რომელსაც აქამდე არ ვხმარობდი. ეს არის Solua, რომელიც არის ასევე კოლუმბიური ბრენდი. მომწონს მოკლედ, აი ესეთი საყვარელი ზედა არის, ძალიან ხარისხიანი. მაკენა იყო ესეთი კონცეფტორი, სადაც მულტიბრენდული სივრცე იყო და მანდ ვიყიდე აი ესეთი ორეული, რომელიც არის სახელად დელატერა, ესე ქვია. ყველაფერი არის ბამბა. ან ესე ვთქვათ, სხვა ორგანული ნაჭერი, ესეთი ზედა ვიყიდე კიდე მაღაზია True-ში, რომელიც ასევე street style-ის არის. აი, ეს ფერი აქამდე არ მქონდა, ვიცი რომ მიხდება და დავამატე და ეს Reverse Monday-ის გამო არის ამ ფერებში. True-ში ისევ ორი ესეთი ზედა ვიყიდე, ჩემი ფერთა პალიტრიდან, ცისფერი და ვარდისფერი, აი ნახეთ როგორი ხარისხიანია, ძალიან ლამაზად დამუშავებული ყელი აქვს და ამ ვარდისფერისთვის ისევ True-ში ვიყიდე პიჯამას მსგავსი, მაგრამ გარეთ ჩასაცმელი შარვალი და რაღაც მოკლედ ვფიქრობ, რომ დღეს ამას ჩავიცვა. ეხლა უნდა დავისვენო, დავალაგო ცოტა ნომერი და ტანსაცმელი და ნელ-ნელა წავალთ საჭმელად და წაგიყვანთ ჩვენთან ერთად დროებით. ესეთ რაღაც ლაქშერულ ბურგერებში მოვედით და თან შესასვლელში ბიჭი შევხვდა კოლუმბიელი და უფ-უფ ძალიან გემრიელია და ვნახოთ აბა ბურგერებისთვის ძალიან კაი ადგილია, აბა ვნახოთ როგორია კოლუმბიური ბურგერი. კი.
გადავწყვიტეთ, რომ ეს ვიდეო ცოტა გავახანგრძლივოთ და რამდენიმე ესე ვთქვათ ადგილის შეფასება ჩავწეროთ. კიდევ ეხლა ვართ home, ესე ქვია, საბურგერე არის. ძალიან კარგად გამოიყურება, ძალიან ლამაზი და განსხვავებული ინტერიერია. ეს რაღაცა ცენტრია. ლაურელიში ვარ, ძალიან კაი უბანია. ეს არის აი სულ ადგილობრივები ცხოვრობენ ამ უბანში და ესეთი საყვარელი ადგილია. ცოტა ბანკს გავს გუგამ სწორად აღნიშნა, მაგრამ ნუ ძალიან კარგი რევიუებია. Gracias. Buenas. Dos personas. აქ ეტყობა ცნობილი სტუმრების კედელია. სადგინა დაჭდა. აი, ხაჩაგულია, ბალკონზე თუ. სი? კარგით, აი ესეთი სასადილოს ტიპის არის, მაგრამ ჯერ სადილის დრო არ არის და ხალხის რაოდენობით თუ იმშალებთ. მე მგონი მოწონთ ხალხს ქაქაურობა. მოვედით რესტორანში, მონდოგნოს საზიარო მენიუს შევუკვეთეთ, რაც არის ორი ტიპის სუპი და სხვადასხვა ესეთ სტარტერი მოყვება ამ მენიუს და ორი საქონლის სტეიკი შევუკვეთეთ კოლუმბიური წესით მომზადებული. სხვათა შორის აქამდეც დავკვირვები ვარ, მაგრამ ჩვენთან ხომ აჯიკა არის ცხარე соуსი ეს ყველა ვიცით და აქ ცხარე соуსი არის იწერება ყოველ შემთხვევაში აჯი პიკანტე. ნუ ახი იკითხება თუ არ ვცდები, მაგრამ მე მგონი ან ჩვენ მივითვისეთ კოლუმბიელებისგან, არა მათმა ჩვენგან. მოკლედ ცხარე ყველგან ცხარეა, როგორც ჩანს. შევუკვეთე კიდე კოლუმბიური ყავა, ზოგადად ყავას არ ვცვამ, მაგრამ კოლუმბიაში უნდა დარგიო ყავა, ისეთი მაგარია და აი დაგათვალიერებინებთ რაღაც მე იცით როგორ ასოციაციას მიქმნის აქაურობა მცხეთაში რომ სალობიე გვაქვს აი ეგეთ შთაბეჭდილებას ტოვებს უბრალოდ რომ არ იყოს გატურისტებული ანუ აი სულ არიან ადგილობრივი ოჯახები მეგობრები და მოკლედ საინტერესო სივრცეა და მე მგონი ერთ საათში კიდევ უფრო მეტი ხალხი იქნება თუ ვიმსჯელებთ რამხელა დარბაზია ალბათ სავარაუდოდ ძალიან ბევრი კლიენტი გატო ნახოთ როგორი დემოები გვექნება დღეს საღამოს და გეტყვით ჯამში რა გადავიყვანეთ გამოვედით სასადილო მაგდონგიდან ძალიან გემრიელი იყო მართლა სულ გადავიხადეთ 40 ლარი სამ კერძში და ეხლა უკვე ან დესერტის საჭმელად შევალთ ან წავალთ სასტუმროში და დღევანდელ დღეს დავამთავრებთ ესე აი ესეც საყვარელ უბანში ვართ რომელსაც ქვია ლაურალისი როგორც წესი არის სხვა პარალელური ქუჩები ბევრად შეწყნარია მაგრამ ეს რაღაცა რუსთაველის ტიპის ქუჩაა როგორც ვთქვით ბევრი კაფებარია თუმცა არ ვცვამთ არაფერი ამიტომ წავალთ სახლში დღეს მეგობრებო შემოვიარეთ თითქმის მთელი ქალაქი ცენტრალური უბნები მე და ელენე სასიამოვნოდ გაკურებულები ვართ და შევთანხმდით რომ ესეთი ქალაქი არ გვინახავს არასდროს არც ფილმებში და მართლა არსა და არასდროს ერთმანეთთან დაშორება კორპუსების საცხოვრებელი კომპლექსები გამწვანება სასწაული ქალაქია ძალიან ლამაზი ქალაქია და რაღაცით ვამსგავსებთ თბილის რომელიც ასევე გამწვანებულია და ძალიან დიდი რესურსი აქვს რომ არანაკლები იყოს ვიზუალურად და ლამაზი ქალაქი იყოს მე დავამატებ ორ სიტყვას რომ დღეს უბრალოდ ისეთი მოხიბულები ვიყავით ქალაქის დათვალიერების მერე რომ დავიწყეთ უძრავი ქანების ნახვა რა ფასებია როგორი სახლებია და ანუ ზოგიერთი კორპუსი აი რომელსაც სურათებს ვუღებდი ისე მომეწონა აგურით ნაშენები არის 37 წლის 40 წლის წინანდელი აშენებული ანუ ეს ეხლა კი არ განვითარდა ესეთი ურბანიზაცია 5 წელი და 10 წელი კი არ არის
ანუ 40 წლის წინაც კი როცა ყველაზე ცუდ მდგომარეობაში იყო ეს ქვეყანა და ვერც საქართველო და ვერც ერთი პოსტსაბჭო ესე ვთქვათ ქვეყანა ვერ შეეძრება სიმძიმით აქაურობას, ისტორიული სიმძიმით, აი 40 წლის წინანდელი კორპუსი ისეთია, რომ ახალიც ისეთივე კარგია რა და ეს ძალიან ბევრს მეტყველებს ხალხის მსოფლმხედველობაზე. ანუ რაც შეიძლება მაღალი და დიდი ავაშენო ბევრი ფული ვიშალო კი არა, რა მოუხდება ჩემ ხალხს, რაც ასევე კომერციულად მომგებიანი იქნება ჩემთვის. აი ასე აზროვნებს აქ ხალხი. დაგათვალიერებინებთ ჩვენი სასტუმროდან ხედს. აქედან არ ჩანს რა თქმა უნდა მთელი ქალაქი, მაგრამ აი იქით რო გამოჩნდება. ესე მთავრდება ჩვენი დღევანდელი დღე და ჩავდივართ გასაზრდელად. კი, და დროებით. დროებით.